ახლა კი უნდა გადავინაცვლოთ ქუთაისში, სადაც ამბოხის მე-20 დღეს და წინააღმდეგობის მე-20 დღეს ისე მიმდინარეობს აქცია. უწყვეტი პროტესტის მონაწილეები არიან ქუთაისის მცხოვრებნიც. ირაკლი ვაჩიბერაძე ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში და მოგვიყვება რა ხდება იმერეთის მთავარ ქალაქში. ქუთაისში უწყვეტი პროტესტის მე-20 დღე არის. მუნიციპალიტეტში წვიმს, თუმცა ევროინტეგრაციის მომხრეებს ნალექი არ აშინებთ. ამ წუთებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან, როგორც ხედავთ, ფერადი საწვიმრებით და ქოლგებით რამდენიმე ათეული ადამიანი არის შეკრებილი, გადაკეტილი არის მთავარი ქუჩაც. ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები შეუერთდნენ. ისინი ამბობენ, რომ აუცილებელი არის ქვეყანას განათლებული და ევროპული მომავალი ყავდეს. მე პირდაპირ ეთერში გავესაუბრები ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებს, ხედავ ამირან ხვადაგიანს. ბატონო ამირან, რა მოთხოვნით გამოხვედით ქუჩაში? პირველ რიგში ბარბალობას გილოცავთ ყველას, სრულიად საქართველოს. მე ვიცი, რომ საქართველო გაიმარჯვებს. ჩვენი მოთხოვნა ერთი, თავისუფალი არჩევნები. როგორ არ უნდა გიყვარდეს ქვეყანა, რომ ეს კადრო, რასაც ესენი კადრულობენ. როგორ არ უნდა გიყვარდეს მომავალი თაობა, რომ ასობით ახალგაზრდა ციხეში გამოკეტო ქვეყნის სიყვარულისათვის. დარწმუნებული ვარ, სულ მალე იძულებული იქნებიან, რომ საქართველოში მოხდეს ახალი არჩევნები და ხალხმა აირჩიოს ის ხელისუფალი, რომელიც ქვეყანას გამოადგება და ჩვენს მომავალ თაობას ემსახურება. ღმერთმა დაგლოცოთ, დალოცილი და ბედნიერი გამყოფოთ. ძალიან დიდი მადლობა. შევეცდები სხვა პროფესორ მასწავლებლებსაც გავესაუბრო. მაკა ხეცურიანს ხედავ. ქალბატონო მაკა, რა არის თქვენი მთავარი სათქმელი, რა არის თქვენი მთავარი მოთხოვნა? ირაკლი, მოგესალმებით. პირველ რიგში მოგილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს და ის რაც დღეს ხდება ზოგადად საქართველოში. ის ფაქტი, რომ დღევანდელ დღეს ზოგადად ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი სტუდენტობა პრინციპულად იბრძვის თავისი ევროპული მომავლისკენ. მიუხედავად იმისა, თუ სად არის, მიუხედავად იმისა, როგორი ამინდია ხედავთ ახლა, როგორი ამინდი არის გარეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა ერთდროულად გამოვედით, რომ ჩვენი მომავალი დავიცვათ. ეს ფაქტი ფაქტად მეტყველებს იმას, რომ აქ ამავე დროს ჩვენი უნივერსიტეტის პედაგოგები, პროფესურა, რომლებიც ყოველთვის დგანან სიმართლისა და რაჯოზე, ყოველთვის ვართ მათ გვერდით. ზოგადად უნივერსიტეტის დაფუძნების იდეა ემსახურება იმას, რომ თავისუფალი აზრი, კრიტიკული აზროვნება არსებობდეს, ფუნქციონირებდეს ქვეყანაში და სხვა ქვეყნების განათლება გადმოვიღოთ და გავავრცელოთ. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ჩვენ უნდა შევძლოთ თავისუფალი სიტყვის თქმელები აღვზარდოთ. ძალიან დიდი მადლობა. დოქტორანტს ქეთი დეისაძეს ვხედავ, მას გავესაუბრები პირდაპირ ეთერში. ქალბატონ ქეთი, რა არის თქვენი სათქმელი? რა არის თქვენი მოთხოვნა და როგორ შეიძლება შევცვალოთ ის, რაც არ მოგწონს? მე მიმაჩნია, რომ იმ დროს, როცა განათლების კვალიფიკაციის და ყველაზე უმთავრესის ქართული ენის ნიველირებას როცა ცდილობს არსებული ხელისუფლება, არ შეიძლება სხვა დანარჩენ მოთხოვნასთან ერთად არ იყოს მძაფრი პროტესტი და დღესაც აქ არის საუნივერსიტეტო საზოგადოება, რომლითაც ძალიან ძვირფასია ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე. ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ ქვეყანა დავკარგოთ და აქედან გამომდინარე ნებისმიერ ამიჯში დროის და ხანგრძლივობის მიუხედავად ვიდგებით და ჩვენს მოთხოვნებს და პროტესტს კვლავ გავაგრძელებთ. ძალიან დიდი მადლობა. როგორც აღნიშნე, უკაცრავად როგორც აღნიშნე აქციაზე გარდა პროფესორ მასწავლებლების, ასევე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები იმყოფებიან. მე ვხედავ იაშვილს, ჟურნალისტ. ქალბატონო ია, თქვენი სათქმელი რა არის? თქვენი მოთხოვნა რა არის და რა გზავნილს გააკეთებთ ქუთაისიდან ოცნების ხელისუფლების მიერ? მე ვფიქრობ, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად ჭირდებათ ის, რომ საერთოდ ნებისმიერ დროს, რომ მათ ქონდეთ რეალობის აღქმა, შეეძლოთ რეალობის აღქმა. სივრცე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, გნებავთ ის არ იყოს ხელისუფლებაში, რომ ქონდეთ რეალობის შეგრძნება და იყვნენ ადეკვატურები. მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნების და არა ხელისუფლების, ქართული ოცნების წარმომადგენლების საუბრები არ არის იმის ადეკვატური, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. მეგობრებო, როდესაც ბავშვებს შენიშვნას აძლევენ, ის ბავშვები იმ დღეს საჭმელს კარგად არ ჭამენ და როგორ შეიძლება, რომ
თავს თვლიდე ხელისუფლებად, თავს თვლიდე პრემიერ-მინისტრად, თავს თვლიდე თბილისის ქალაქის მერად და როდესაც მეგობარი ქვეყნები, ევროპული ქვეყნები ლაპარაკობენ სანქციებზე და ეუბნებიან და მოუწოდებენ სხვა ქვეყნებს, რომ საქართველოს კი არა ევროპამ უნდა გაიღვიძოს, რომ დაეხმაროს ქართულ ხალხს, ამ დროს თქვენ ასეთი არაადეკვატურები როგორ შეიძლება იყოთ? როგორ ელაპარაკებით ადამიანებს და სიტყვა დაგასრულებთ ამის იქეთ, ხომ შეიძლება რაღაცა ახალი სიტყვა გვითხრათ? დაგასრულებთ არ არის ეს სიტყვა, ის რა სიტყვითაც თქვენ ქართულ ხალხს უნდა ელაპარაკოთ. ამიტომ მე გირჩევთ, რომ გქონდეთ რეალობის აღქმა და გაანალიზოთ ის, რაც ქვეყანას ელოდება და არა მარტო მომავალში რაც ელოდება ქვეყანას. დიდი მადლობა. როგორც ხედავთ, პროტესტი გრძელდება ქუჩებში, პროტესტი გრძელდება უნივერსიტეტის აუდიტორიებში, პროტესტი გრძელდება სკოლების საკლასო ოთახებში. ყველა აპროტესტებს ქართული ოცნების პოლიტიკას. მე პირდაპირ ეთერში გავესაუბრები ასევე სტუდენტს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტს ხედავ. ნიკო, ეს დღეები ვხედავთ მუდმივად ერთმანეთს. იქ სადაც არის პროტესტი, იქ სადაც არის მოთხოვნა ევროპული მომავლის. სად ხედავთ გამოსავალს და რამდენამდე შეიძლება განვითარდეს ჩვენი პროტესტი, რამდენამდე შეიძლება გაგრძელდეს ჩვენი პროტესტი და დაიხევს თუ არა ქართული ოცნება უკან? გამარჯობა, მივესალმებით თქვენ მოყურებელს. ხო, ჩემი ეს დაიხევს. იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი ჩვენ ხა იმას არ აგვაქვს. შეკრებილ ადამიანებს ჩვენ ყველა ხედავთ და კარგად უნდა გვესმოდეს, რასაც ვებრძვით, სახელი უნდა დავარქვით. ეს არის უკვე დიქტატურა, რომელიც არის კარგად ჩამოყალიბებული და კიდევ უფრო გამტკიცდება თუ უკან დავიხევთ, ამიტომ არ აგვაქვს ჩვენ უკან დასახვევი. საბოლოო ჯამში ეს გზა მიდის ერთ ამბამდე, ხო? ან ქართულმა ოცნებამ უნდა დაიხევს უკან, ან ხალხმა. ამ შემთხვევაში მე მაქვს იმისი იმედი, ხო და მაგიტო ვდგავარაქ, რომ ქართული ოცნება დაიხევს უკან. გამოსავალი ჩემი ეს არის ერთი, რომ რამდენი ადამიანის გამოდიოდი საწყის დღეებში, ხო, ბრაზმა და ფრუსტრაციამ რომ გამოიყვანა ეს ხალხი. ეს ბრაზი და მოკლევადიანი ბრძოლა უნდა გადაითარგმნოს დისციპლინაში, უნდა გადაითარგმნოს ყოველდღიურობაში და უნდა იყოს ეს პროცესი ყოველდღიური იქამდე, სანამ ისინი უკან არ დაიხევს. სხვა გამოსავალი ჩვენ აქ შეკრებილ ადამიანებს არ მადლობა. ასეთია ვითარება ქუთაისში, როგორც უკვე აღვნიშნე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები არიან შეკრებილი, რამდენიმე ათეული ადამიანი ამბობს, რომ მომდევნო რამდენიმე საათს ისევ ქუთაისში რუსთაველის გამზირზე გაატარებს და არ მისცემს ქართულ ოცნებას ქვეყნის გარუსების უფლებას.